მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღე მშვიდობისა. ვერ გაარჩევ განათების მიხედვით დილა შუადღეა თუ საღამოა, მაგრამ მე გეტყვით რომ უკვე საღამოა. 5 საათი გახდა. მე მივდივარ ფრჩხილზე. და ცოტა ვჩქარობ, იმიტომ რომ ჩქარა მოდიო, ჩემმა გოგომ მითხრა დღეს ეკასთან მივდივარ, მარისთან არ მივდივარ. ჩემ გოგოსთან ორივე კაი გოგოები არიან, მაგრამ დღეს ესე მოხდა რომ ეკას ეცალა და ეკასთან მივდივარ. როგორ ხართ? იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. იმედია თქვენს ჩემსავით გიხარიათ ეს წვიმები და სიგრილე. ხო და დღეს ძალიან სასაცილო პოსტი წავიკითხე. ჩემი ტასიკოს კლასელის დედის ძალიან ცოტა ხანს იყვნენ კლასელები 2 წელიწადნახევარი, მაგრამ ჩემი უბნელები არიან. დედა და დეიდა მოკლედ და კარგები არიან, ძალიან მიყვარს ეგ გოგოები. ხო და პოსტი დაუწერია. სხვა შორის თანამედროვე მწერალია, მაკაცხედიანი, ძალიან კარგი. და მისი პოსტებიც კი ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, ეს ესთეტიურ სიამოვნებას იღებს ადამიანი. დღეს პოსტი დაწერა, დღეს წარღვნაში გამოვედიო დილითო, ქოლგითო, თბილად ჩასრულიო, ბოტებითო და ჩავჯექი ტაქსიო, ძლივს მივაგენი ნისლშიო და ტაქსის მძღოლმა მითხრაო, ნეტავსათი ამიტომ გაგრძელდებოდეს, იოლად გადავაგორებ ზაფხულს. და ეს ისეთი ტონით გქონდა დაწერილი, რომ ძალიან ბევრი ვიცინე, ხა მე ხა კარგად ვერ მოვყევი. ვისთვის ბოტები და ქოლგა წამებაა და მე მაგალითად ამ წუთასაც მცხელა. ხალხი დადის დუტის ჟილეტები აცვია, ხა კურტკები არა, მაგრამ ჟილეტები აცვია. ძალიან დიდხანს ვითრიე ფეხი შილაკზე წასასვლელად და მოგიყვებით რატომ და მანამდე გეტყვით რომ ხალხო მივმართე რუჯის ყველაზე იოლ და უსაფრთხო ფორმას. ეს არის ავტორუჯი. თუ ძალიან აჭრალებული არა ვარ და ძალიან სასაცილო არა ვარ, კაია, მაგრამ მე მსიამოვნებს. რაღაცა ის ახალი ფერი რომ მომეცა საზაფხულო. ხალისი გამიჩნდა და მათ შევიღებე. ცოტა თვალებიც გავიფერადე, საყურეები და ბეჭედი გავიკეთე და თანაც შილაკზე მივდივარ. რატო ვითრევდი ახლა ფეხს? რატო ვითრევდი ფეხს შემოკარგება და რაღაც ესეთი პრობლემა მქონდა. რა მინდას პრობლემა. აი, თითიდან გამოწვეული პრობლემა არისო ვიღაცა იტყვის, მაგრამ არა უშავს კაცო თქვა ასახ. მისი აზრი ასეთია. აზრის თავისუფლებს მომხრე ვარ მე. არ ვიცოდი რა ფერი მინდა და არ ვიცოდი. გადავქექე პინტერესტი, გადავქექე ინტერნეტი. რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ვნახე მილიონაერი ვარიაცია. და მივხვდი რომ ეს არის პრობლემა. ჩემთვის პრობლემა. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა და თუ არ იცის რა უნდა. დაკარგულია ზედმეტ ლოგიკაში და ზედმეტ აზრებში და ზედმეტ გავაგრძელებ ახლა მოგიყვებით და მიხვდებით რას გულისხმობ. აი გმირი დედა, ყოჩახ. 4 შვილის დედა, ველოსიპედზე ზის და თავის პატარა ბიჭთან ერთად ვისეირნობს. ყოჩახ. ვფიქრობდი რომ რაღაცა კონკრეტულ ფერებზე ვიფიქრე და კონკრეტულად პერლამუტრებზე ვიფიქრე, იმიტომ რომ დიდხანს ძლებს. მივხვდი რომ ეს არის რაციონალური მიდგომა. რას მაინტერესებს ახლა მე რამდენ ხანს გაძლებს, კარგი რა. მე ამ წუთას ჩემ თავს ვეკითხები და მინდა რომ გონებით არ უპასუხო, გულით მინდა ვუპასუხო, იმიტომ რომ გულით პასუხია მხოლოდ ალალი და მართალი პასუხი. გონებით პასუხი არის უსინდისობა, როგორც ეს ამბობს, რა ქვია. ეხლა დამოვიწყდება იმ კაცის სახელი და გვარი, ჩემი ახალი სიმპათია. გაჩვენებთ მოკლედ იმ კაცს. შეიძლება პატარა ნაწყოტით ჩაგიგდოთ. მე მინდა ეს ხომ გულის გასახარია. და მინდა რომ გულმა გაიხაროს და არავითარი რაციონალური იქ არ იყოს, ხო? და ძალიან დიდხანს ვიფიქრე და ძლივს მივედი, ძლივს შევარჩიე.
პრობლემა ის კი არ იყო, რომ ჩემი მოსეწონი ფერი არ არსებობს, ან ცოტა ფერი არსებობს, ან რაღაცა, არა. მე არ ვიცოდი რა მინდოდა და ბოლო-ბოლო მივედი დასკვნამდე. ლურჯი ფერი, რომელიც მე შევიძინე, აი ეს. თქვენთან ერთად შევიძინე. და რომელზეც მე ვოცნებობდი წლების განმავლობაში, არ ვიყენებდი შეგნებულად, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ეს არის ზამთრის ფერი. და გავბრაზდი ჩემ თავზე. ზამთარი შეიძლება საერთოდ არ დადგეს. აი, ყველაფერი ხო შესაძლებელია. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მართლა დაგვიფაროს თქვენც და მეც, მაგრამ რო ოცნებობდი და რო გინდოდა, აიღე და გამოიყენე, შეკაი ადამიანო, რატო ველოდებით, რომ განსაკუთრებული დღე დადგება და ვიტრინიდან გამოვიღებთ ხრუსტალებს და მადონა სერვისებს. რატო ველოდებით, რომ განსაკუთრებული დღე დადგება, რომ ჩავიცვათ ის ყველაზე ლამაზი კაბა, რომელიც გვაქვს. რატომ ველოდებით დღეს, რომ ვიყოთ არაჩვეულებრივ ხასიათზე და ვიცხოვროთ აი აქ და აი ამ წუთას. რა არ დადგება ესეთი, აი ჩვენ ველოდებით რაღაცა ბედნიერებას, რაღაცა სიხარულს და აი ეს წუთი, რომელიც ღმერთმა მოგცა და ჩვენ აი აქ ვართ, აი ამ წუთას და არ ვიცით რა იქნება მეორე წუთას. რატომ არ გვინდა მადლობა უთხრათ სამყაროს ღმერთს? აი ამ წუთისთვის და აი ამ წუთას ვიყოთ ბედნიერები. თუ კი არავითარი პრობლემა არ აქვს მართლა. და მე მივხვდი, რომ არ უნდა გადავდო, რომ გული მთხოვს იმ ლურჯს და სულ არ მაინტერესებს რა არის მიღებული ზამთრის ფრად და რა არის მიღებული მუქ ფრად და ზაფხულის ფრად. მე მინდა ლურჯი ფერი. აი როგორც კი გადავწყვიტე, რომ მინდა ლურჯი ფერი, მომენტალურად ავაწყე დიზაინი. მომენტალურად გულზე მომეფონა, მომენტალურად მესია მოვნა. რამოდენად ზაღლები ყეფენ, იქ რა ამბავია. და გადავწყვიტე, რომ აი ხავერდივით მომეფერა გულზე და სულზე ლურჯი ღია ისფერთან შეთანხმებული და პატარა ვერცხლის ფერებით გაცოცხლებული. ასე რომ დიდი სიხარულით მივდივარ ზუსტად მაგ ფერების გასაკეთებლად. ასე რომ შემოკარგება. ხშირად გკითხეთ ჩვენ თავს. მე ჩემ თავსაც ვეუბნები. ხშირად უნდა ვკითხოთ ჩვენ საკუთარ თავს. რა გინდა გულო? და გული გეტყვის აუცილებლად. და თუ ფეხს ვითრევთ, ეს გულის ნათქვამი არ არის. თუ არ გვახარებს, ეს გულის არ არის. ეს ტვინის არის. ტვინი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შეთანხმდნენ ეს ტვინი და გული. თქვენ რა სიტყვით? მშვიდობიანად გავიარე ძაღლებიანი ადგილი. ახლა მივდივარ, უნდა გადავიდე ლიანდაგზე და თქვენ რო გეშინიათ ფრთხილად გადადითო, რომ წერთ ხოლმე ფრთხილად გადავა. იცით, თავიდან ეს გასაგაზაფხულოს მწვანე ხასხასება იყო გარშემო. მე ძალიან რო დაცხა და დიდხანს რო არ ირწყვებოდა და წვიმა არ მოდიოდა. სიყვითლე შეეპარა. ახლა ისევ ამ 2-3 დღის, არა 2-3 დღე რატო ერთკვირიანი. წვიმების შემდეგ ისევ ახასხასდა. და წყალიც მოდის ჩემთან. არავინ არაფერს არ არწყავს, ხოშიანად მოდის წყალი. ამ ტყემალს ისე ასხია ხოლმე, ისე ასხია ფოთლებზე მეტი და მოსაძებნია რაღაცა მიცურწლულია, სადღაც 1, სადღაც 2. გადავიდეთ. მინდა გაჩვენოთ აი ეს მცენარე. აი ეს ცისფერ თვალებიანი კი არა, ცისფერ ყვავილებიანი მცენარე არის. ვარდკაჭაჭა, ხა ბიოლოგიური სახელი არ ვიცი. თუ არ ვჩდები, დიაბეტიკებისთვის იყენებენ, როგორ არ ვიცი. თუმცა მის ფესვებსაც იყენებენ და ეგ არის ციკორი. არ ვიცი როგორ კეთდება ეს ციკორი. სულ მაინტერესებდა რა იყო. ბებიაჩემი ყვებოდა ხოლმე, რომ ქვიშხეთში რო ცხოვრობდითო, ჩემ ბავშვობაშიო,
მივირთმევდითო ყავას ციკორთან ერთადო, კოფეს ციკორია. აი ეს ციკორი არის აი ეს მცენარე. ურავდნენ ხოლმე. დიახ, დედაჩემის დედა მივირთმევდა ყავას აი ესეთი. ესეთი არისტოკრატიული ოჯახი გქონდათ. მე დაგკვირდით ერთხელ რომ მოგიყვებით მეთქი და აუცილებლად მოგიყვებით. მათზე. კოფეს ციკორია. სხვათა შორის აი აქ ჩვენ მარკეტში და სხვაგანაც იქნება, რადგან ჩვენთან არის რა თქმა უნდა. ეგ ციკორი ფხვნილის სახით იყიდება დიაბეტიკების თაროზე. ახატია კიდევაც ეყვავილი. როგორ რა ფორმით მიირთმევენ არ ვიცი. მაგრამ მიირთმევენ. მაგ ციკორს ხმარობენ კიდევ თორცები კვასის გასაკეთებლად. აი ეგერ არის. ასე. მე ჩემი მაქსიმალური ტემპით ვიარე. მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის წელი მტკივა უკვე მეოთხე დღეა. არ მაშეშებს, მაგრამ რაღაცა ერთ პოზაში ვიხრები. მტკივა. არაფერს არ ვმკურნალობ, არც არაფერი მიმიწებები, არც არაფერი დამილებია. თუმცა მოიტანა ჩემმა მეუღლემ რაღაცა მისაწებებელი ციცაკისო რაღაცა არ ვიცი. გამივლის. დამგრილა, უბრალოდ დამგრილა. აი ესეთი ვიფილოსოფოსო შილაკთან დაკავშირებით. გნებავთ დამცინად, გნებავთ მიიღეთ. შევდივარ მე უკვე ჩემო კარგებო. დღის განმავლობაში კიდევ შეგეხმიანებით, უბრალოდ საღამოს. მამა ჩემი უმღერის ჩემ მეგობარს გერმანიაში და ატირებს. მამა მღეროდა ძალიან კარგად. ეხლა ხმა აქვს ასკარად ასაკისგან შეცვლილი. არ უყვარს რომ ვიღებ და ამიტომ გარეთ გამოვედი და ისე გადავიღე. ნახეთ რა სილამაზე ვარო მეო. რა სილამაზე ვარო და რა სიყვარული ვარო. მოკლედ, ჩემო კარგებო, გავიკეთე ფრჩხილები. აი ესეთი სილამაზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მოვედი დედასთან. ცოტა ხანი დავაბირჟავებ და წავალ. ხო და ყვავილები გადაურგია, დედაჩემს გადმოურგია, რა დღეშია გავრობა. გაჩვენებთ. ხო და აქედან მინდა რომ გავიარო მაღაზიაში. იმიტომ რომ რაღაცები საჭმელები აღარა მაქვს სახლში, რაღაცა ყველი აღარა მაქვს, ჭადის ფქვილი აღარა მაქვს, არაჟანი აღარა მაქვს, რაღაცები, რა კარგად გაუხარია ეს მოტეხა ბუბუმ. აი ეს მოტეხა ბუბუმ და ნახეთ დედა მაგ გაახარა. აი, გაუკეთებია. ქოთანი, შმოთანი, გატეხილი ქვევრი რაღაცები მოყავთ. ასე. აჰა. ისე ერთ პოზაში რო ვიჯექი, დიდხანს წელი მეტკინა ცოტა. ცოტა მეტკინა წელი. რა ლამაზი ალისფერია. სილამაზე. მე მგონი ძალიან არ ყვირის ეს ჩემი. ეს რა ქვია. რუჯი, ესე ვთქვათ. აი ესე დასაღამობდა ჩემო კარგებო. ესე გემრიელად. ტასიკო უკვე მუშაობს, ხვალ ისვენებს, იმიტომ რომ ეს არის ამერიკის თავისუფლების დღეა. დამოუკიდებლობის თუ რაღაცას არ ვიცი 4 ივლისი. ხო და უხარია ისვენებს, რაღაცა გავაკეთოთო ერთათო. ხო და ნახოთ აბა რას გავაკეთებთ ერთად. თუ რამე საინტერესოს გავაკეთებთ, თქვენს გიჩვენებთ აუცილებლად. ბუბუშა მყავს დატოვებული, შემეძლო წამომეყვანა, მაგრამ სველია ბალახი და ამოიწუწებოდა. საკმაოდ გრილა, მე არ მცივა თორე ხალხს ჩემთან სახლში ამის გათბობა გდედას ჩართული. წავედი ჩემო კარგებო, მე მაყვლებს გაჩვენებთ და დაგემშვიდობებით, კარგ დღეს გისურვებთ, კარგ საღამოს უფრო სწორად, კარგ ღამეს.
და შევხვდებით აუცილებლად ხვალ ჩემო კარგებო. აბა. მერტი დღენკენ.